esta disposición nueva de un continente de América está plasmada y resumida en el grito que día a día nuestras masas proclaman como expresión irrefutable de su decisión de lucha, paralizando la mano armada del invasor. Proclama que cuenta con la comprensión y el apoyo de todos los pueblos del mundo y especialmente del campo socialista encabezado por la Unión Soviética. Esa proclama es patria o muerte. იქ, სადაც კარიბის ზღვის ფირუზისფერი წყლები და თეთრი ქვიშები ერთმანეთს ხვდება, მდებარეობს კუნძული, რომელიც არა მხოლოდ ბუნების საოცრება, არამედ ისტორიებისა და ბრძოლების სიმბოლოა. ეს კუბა ტროპიკული სამოთხე, სადაც მზე შაქრის ლერწმის ველებზე იღვიძებს, ხოლო ჰავანის ქუჩებში მუსიკისა და ცეკვის ჰანგები ივსება. ჰავანა კუნძულის გულივით ცოცხალი და მრავალფეროვანი, საუკუნეების მანძილზე მხატვრებისა და მოგზაურების შთაგონების წყაროდ იქცა. მის ისტორიულ ქუჩებში, სადაც კუბური რიტმები ჰაერში ხვდება, იგრძნობა კოლონიური წარსულის სუნთქვა და მომავალზე ოცნება. მე-19 საუკუნის ბოლოს ესპანეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებულმა კუბელებმა ხოსე მარტის ლიდერობით დაიწყეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. 1898 წელს კუბამ ფორმალური დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა ფაქტობრივად ამერიკის პროტექტორატად იქცა. 1902 წელს კუბამ საბოლოოდ გამოაცხადა რესპუბლიკა და ქვეყანაში ახალი ეპოქა დაიწყო. მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან კუბა გადაეცა მდიდარი ამერიკელების დასასვენებელ სამოთხედ. ჰავანას ქუჩები ფუფუნებითა და გართობით გადაჭედილი იყო. მილიონერები ჩადიოდნენ კუბაში, იაფი ალკოჰოლისა და კაზინოებისთვის. ჰავანა გახდა კარიბის ლას-ვეგასი, სადაც ამერიკელი მეწარმეები ხამის კლუბებს და სასტუმროებს აკონტროლებდნენ. ამ ყველაფერში ცნობილი მაფიის ბოსებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო მაიერ ლანსკი და სხვები. თუმცა კუბის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. სოფლის გლეხები პლანტაციებში მუშაობდნენ. არ ჰქონდათ განათლების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ქალაქებში, მიუხედავად ჰავანას მდიდრული ქუჩებისა, მუშები ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. 1923 წელს ფულხენსიო ბატისტამ წარმატებით დაასრულა სამხედრო გადატრიალება. ხელისუფლება ჩამოერთვა პრეზიდენტ კარლოს მენუს. მისი ძირითადი გავლენა არმიას ემყარებოდა. 1952 წელს, როცა ბატისტას პოლიტიკურმა მხარდამჭერამ შესუსტება დაიწყო, ისევ სამხედრო ძალით გახდა დიქტატორი. გაუქმა არჩევნები და შექმნა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ძირითადად ამერიკელების მხარდაჭერით არსებობდა. მისი მმართველობა ეკონომიკურად სასარგებლო იყო ამერიკელი ბიზნესმენებისთვის, მაგრამ კუბელი ხალხისთვის ნიშნავდა კორუფციას, ძალადობას და პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას. ბატისტამ დიდი რაოდენობით მიწა და რესურსები ამერიკულ კორპორაციებში დააბანდა, რომლებიც კუბაში მაღაზიებს და რესურსებს აკონტროლებდნენ. ამის შემდეგ კუბის მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა, ხოლო ადგილობრივმა ელიტამ უზარმაზარი სიმდიდრე შეიძინა. ბატისტას მმართველობა, მისი კორუფცია და ამერიკელთა სასარგებლოდ მოქმედება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხი უკმაყოფილო იყო და დაიწყო რევოლუციური მოძრაობის დაწყება. ამის ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი იყო ფიდელ კასტრო. 1953 წლის 26 ივლისს ფიდელ კასტრომ, მისმა ძმამ რაულ კასტრომ და სხვა რევოლუციონერებმა თავდასხმა განახორციელეს სანტიაგოს ციხეზე, რომელიც მონკადას ციხის სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს თავდასხმა კუბის სამხედრო მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული, რათა დამთავრებული იყო ბატისტას დიქტატურა. თუმცა თავდასხმა აჯანყებულებისთვის არასასრულელი შედეგით დასრულდა. თავდასხმელებმა არათუ ვერ მოიპოვეს გამარჯვება, არამედ მათი დიდი ნაწილი დააპატიმრეს. ფიდელ კასტროს სასამართლო პროცესი 1953 წლის 21 მარტს დაიწყო და ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი არა მხოლოდ კუბის რევოლუციისა, არამედ თვითონ ფიდელ კასტროს ცხოვრებაშიც. ფიდელ კასტრომ სასამართლო პროცესში შეძლო თავისი იდეების საჯაროდ გავრცელება და წარმოსთქვა თავისი ცნობილი სიტყვები „ისტორია მე გამამართლებს“. ამით ის არა მხოლოდ საკუთარი სიმართლის დადასტურებას, არამედ კუბელ ხალხში წინააღმდეგობის სურვილის გაღვივებას ცდილობდა. ფიდელ კასტრო და მისი თანამოაზრეები გაასამართლეს და რამდენიმე წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მას შემდეგ რაც ბატისტამ გააცნობია, რომ რევოლუციას უკვე საკმაოდ ძალა ჰქონდა, ის გაათავისუფლეს 22 თვიანი პატიმრობის შემდეგ
და ფიდელ კასტრო იძულებული გახდა თავშესაფარი ეყონა მექსიკაში. მექსიკაში ფიდელ კასტრომ დაიწყო 26 ივლისის მოძრაობის დაფუძნება. ეს თარიღი უკავშირდებოდა იმ დროს, როდესაც პირველად დაიწყო შეტევა მონკადას სამხედრო ბაზაზე. ფიდელ კასტრომ მექსიკაში ყოფნისას გაიცნო ჩე გევარა, რომელიც მისი ერთგული თანამებრძოლი გახდა შემდეგ ბრძოლებში. მათი იდეები იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს და ისინი ორივე უპირისპირდებოდნენ იმპერიალიზმს და ცდილობდნენ სოციალური თანასწორობის აღდგენას კუბაში და მთელს ლათინურ ამერიკაში. ერნესტო გევარა დე ლა სერნა იყო არგენტინელი ექიმი, რევოლუციონერი და მარქსისტი მოაზროვნე. დაიბადა 1928 წელს არგენტინაში, ქალაქ როსარიოში. მისი იდეალი იყო სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემისგან განთავისუფლება. კუბის რევოლუციის შემდეგ ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რევოლუციური მოძრაობების ხარდასაჭერად იბრძოდა. მიუხედავად ქრონიკული ასთმისა, რომელიც მთელი ცხოვრება ტანჯავდა მას, ჩე ყოველთვის ფიზიკურად აქტიური იყო. სწავლობდა მედიცინას. უნივერსიტეტში ყოფნისას დიდად ინტერესდებოდა ლათინური ამერიკის სოციალური და ეკონომიკურ პრობლემებზე. 1951 წელს შემდა მისმა მეგობარმა ალბერტო გრანადომ დაიწყო მოტოციკლით მოგზაურობა მთელ სამხრეთ ამერიკაში, სადაც საკუთარი თვალით იხილა სიღარიბე, დისკრიმინაცია, უთანასწორობა, რამაც მისი იდეალები კიდევ უფრო გააძლიერა. თუმცა ისევ დაუბრუნდეთ ძირითად თემას. როგორც აღვნიშნეთ, მექსიკაში ფიდელმა 26 ივლისის მოძრაობის ჩამოყალიბება დაიწყო. ისინი აქტიურად ემზადებოდნენ მომავალი ომისთვის. მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო სამხედრო მომზადება, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ალბერტო ბაიო. ალბერტო ბაიო იყო ესპანელი ოფიცერი, რომელიც იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, სადაც დამარცხდა და ამ დროს ესპანეთში მოვიდა ხელისუფლებაში ფრანცისკო ფრანკო და დამყარდა მისი დიქტატურა. ალბერტო ბაიო კი იძულებული გახდა წასულიყო მექსიკაში ემიგრაციაში, სადაც ის შეხვდა ფიდელ კასტროს. სწორედ ფიდელ კასტროს 82 თანამებრძოლი მოამზადა პარტიზანულ ბრძოლებში ალბერტო ბაიომ. ვარჯიშები მოიცავდა ფიზიკურ და სულიერ ურთულეს დავალებებს. ისინი არამხოლოდ სამხედრო ტაქტიკაში, არამედ ვარჯიშობდნენ თუ როგორ უნდა მიეტანათ რევოლუციური იდეები კუბის მოსახლეობაში. თუმცა ფართო მასებისთვის ალბერტო ბაიო ცნობილია თავისი ნაშრომით 150 კითხვა პარტიზანს, რომელიც ყველა მებრძოლი პარტიზანისთვის სამაგიდო წიგნად იქცა. ალბერტო ბაიოს და ჩე გევარას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ჩე გევარამ ყველაფერი მისგან ისწავლა და დაამატა მას თავისი საკუთარი გამოცდილება, რომელიც შემდეგ კუბელ მოსახლეობასაც გაუზიარა. კარიბის ზღვა, ქარიშხლიანი ღამი და გრანმა. პატარა იახტა, რომელიც თითქოს საკუთარ თავზე მეც იღებდა. 1956 წლის ნოემბერში მექსიკის სანაპიროდან კუბასკენ 82 მებრძოლი გავიდა, ერთი იდეის ირგვლივ. 82 ადამიანი, როგორც ერთი მთლიანობა. ამ იახტაზე ედგა კაცი, ფიდელ კასტრო, რომელმაც საკუთარ თავს კუბის რევოლუციის ცეცხლის გაღვივება დაავალა. 1956 წლის 2 დეკემბერს გრანმა კუბის სანაპიროს მიადგა. ეკიპაჟს სანაპიროზე ჩუმად უნდა გადმოეტანა იარაღი, მაგრამ ბატისტას ჯარები უკვე ელოდნენ. პირველივე შეტაკებაში მებრძოლთა თითქმის ნახევარი დაიღუპა. მცირე ჯგუფებად დაშლილმა გადარჩენილებმა სიერა მაესტრას მთებისკენ იპოვეს გასასვლელი. ეს ადგილი ცნობილი იყო ბუნებრივი საფარითა და სტრატეგიული უპირატესობებით. სიერას მთებში რევოლუციონერებმა თავიანთი პირველი უსაფრთხო ბაზა შექმნეს. ეს გახდა არა მხოლოდ თავშესაფარი, არამედ ადგილი, საიდანაც ბრძოლა იწყებოდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ხარი დაუჭირა მათ, მიაწოდეს საკვები, იარაღი და ინფორმაცია. სიერას მთებში დაიწყო აჯანყებულთა ორგანიზება და ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება. ფიდელი, ჩე გევარა და სხვები ხშირად უერთდებოდნენ გლეხებს, უსმენდნენ მათ პრობლემებს, ეხმარებოდნენ, რამაც ადგილობრივების ნდობა და სიყვარული მათდამი უფრო გააძლიერა. რევოლუციონერთა პირველი ქმედება იყო პატარა მოულოდნელი თავდასხმებით ბატისტას ჯარებზე, ძირითადად სამხედრო სადგურებზე ან ჯარისკაცთა ბანაკებზე, რომლებიც ნაკლებად დაცული იყო. უმნიშვნელოვანესი იყო იარაღის ჩაგდება, რაშიც რევოლუციონერები დამოკიდებული იყვნენ მოწინააღმდეგეზე. სიერა მაესტრას მთები რთული რელიეფი იყო, მაგრამ სტრატეგიულ სიძლიერეს განაპირობებდა. 1958 წელს საჯანყებულებმა სიერა მაესტრას მთებში შექმნეს რადიო რებლედე. მისი მიზანი იყო კუბის მოსახლეობისთვის რევოლუციური იდეალების გაცნობა და ბატისტას პროპაგანდისტული რეჟიმის წინააღმდეგ დაპირისპირება. ფიდელ კასტროს სიტყვებმა ხალხს რწმენა მისცა, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ პარტიზანულ ომებში. რადიომ და მისმა მოწოდებებმა მთელი კუბიდან რევოლუციონერთა რიგები გაამრავლა, მოდიოდნენ სტუდენტები, მუშები, გლეხები და მათ ჩე გევარა წვრთნიდა და ამზადებდა მომავალი ბრძოლებისათვის. სიერა მაესტრა იყო არა მხოლოდ სამხედრო ბაზა, არამედ ის იყო რევოლუციური იდეოლოგიის ცენტრი. აქ ჩამოყალიბდა ფიდელ კასტროს ხედვა მიწის რეფორმის, ეკონომიკის,
სამხედრო სფეროს მიერ, რომელიც შემდეგში მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა კიდეც. საპირისპიროდ კი ბატისტას რეჟიმი ცდილობდა სიერა მაესტრას სრულ ბლოკადას და იზოლაციას. ეს ბლოკადა და სამხედრო ოპერაციები ითვალისწინებდა რევოლუციონერების საკვების, იარაღის და რესურსების გარეშე ყოფნას. ჩე გევარამ და კამილო სიენფუგოსმა გონივრული და ფარული მარშრუტები შეიმუშავეს, რომლებსაც ბატისტას ჯარები ვერ აკონტროლებდნენ. კამილო სიენფუგოსი იყო ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და პატრიოტი ფიგურა კუბის რევოლუციაში. მისი სამხედრო მიდგომა და იდეები ხშირად ხდებოდა რევოლუციური სტრატეგიების წამყვანი კომპონენტი. იგი გამოირჩეოდა დიდი სანდოობით და მამაცობით. მისი ბრძოლა კუბის თავისუფლებისთვის გახდა ცხოვრების მთავარი მიზანი. იგი იყო ფიდელ კასტროს მარჯვენა ხელი და მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში. რევოლუციონერთა ბრძოლა სიერა მაესტრაში გრძელდებოდა, თუმცა ისინი უფრო ავრცელებდნენ და ამყარებდნენ თავიანთ ძალებს. კუბის სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობაც ხვდებოდა, რომ მათთვის ბატისტას რეჟიმი დამღუპველი იყო და ბრძოლა იყო აუცილებელი. 1957 წლის 26 ნოემბერს ერთ-ერთი პირველი და დიდი შეტევა მოხდა, რომელიც რევოლუციონერთა გამარჯვებით დასრულდა. ეს ბრძოლა მოხდა სიერა მაესტრაში, კერძოდ ლა-პლატას გვირაბთან. 1958 წლის მარტში ბრძოლა მოხდა პუერტო კაბალეროსთან, სადაც სასტიკად დამარცხდა ბატისტას ჯარები. ამის საპასუხოდ იმავე წლის აგვისტოში ბატისტამ მოაწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია სიერა მაესტრაში, რომელიც ცნობილია ლაშქრობა სიერაში სახელწოდებით. რევოლუციონერები საწინააღმდეგოდ გამოიყენეს ათასობით ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა, თუმცა მისი ცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. რევოლუციამ კუბის მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებები გაიარა და თითოეული ქალაქი, რომელიც რევოლუციონერებმა დაიკავეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საბოლოო გამარჯვებისკენ. კუბის სხვადასხვა ქალაქების დაკავების ქრონოლოგია შემდეგნაირად გამოიყურება. 1958 წლის 30 ნოემბერს დაიკავეს სანტიაგო დე კუბა, კუბის მეორე უდიდესი ქალაქი და მნიშვნელოვანი საკავშირო პუნქტი. მასთან ბრძოლა იყო სიმბოლური მნიშვნელობის მქონე, რადგან ქალაქი სტრატეგიულად მდებარეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ კუბაში. ქალაქი ძირითადად ხალხის მხარდაჭერით დაიკავეს და რევოლუციონერებმა მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსები მოიპოვეს. 1918 წლის 19 დეკემბერს აიღეს ქალაქი კამბოჯო. იმავე წლის დეკემბერში გუანტანამო, კამაგუეი. ნელ-ნელა რევოლუციონერები დედაქალაქისკენ მიიწევდნენ. 1959 წლის 1 იანვარს, როდესაც რევოლუციონერები სწრაფად უახლოვდებოდნენ ჰავანას, ბატისტამ ვერ შეძლო ძალების შეკრება. იგი, რომელიც წლების განმავლობაში ბატონობდა კუბაზე, აღარ ჰქონდა ძალა ქალაქის დაცვის. ამ დროს მისი ჯარი უკვე დეგრადირებული და დაღლილი იყო. ბატისტა ხედავდა, რომ მისი რეჟიმი დასრულდა და გაიცა კუბადან. მასთან ერთად ქალაქი დატოვა ხელისუფლების წევრებმა. ამ ნაბიჯმა ფაქტობრივად გამოიწვია კუბაში რევოლუციის საბოლოო გამარჯვება, რადგან ბატისტას გაქცევით ქვეყანა ხელისუფლის გარეშე დარჩა. იმავე დღეს, როდესაც ბატისტა გაიქცა, რევოლუციონერები დაეუფლნენ ჰავანას ცენტრალურ მოედანს, მთავარ შენობებს, სტრატეგიულ პუნქტებს. ქალაქი, რომელსაც წლების განმავლობაში ბატისტა მართავდა, ახლა რევოლუციონერთა ხელში იყო. ფიდელ კასტრო, რომელმაც რევოლუციაში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, გახდა ქვეყნის ახალი ლიდერი. მასთან ერთად ჩე გევარა, კამილო სიენფუგოსი და სხვა რევოლუციონერი გენერლები დაიკავებდნენ მთავარ თანამდებობებს. მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს ახალი მთავრობის ფორმირება. პირველი გადაწყვეტილება ბატისტას რეჟიმის წევრების პატიმრობას და მათი რეპრესიული მექანიზმის რემონტას მოიცავდა. ასევე დაიწყო მიწის რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა მდიდარი მიწათმფლობელების მიწების გადანაწილებას ღარიბ ფერმერებზე. შეიცვალა ამერიკის და კუბას პოლიტიკა. ახლა ისინი საბჭოთა კავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას იწყებდნენ. გაიზარდა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის მაჩვენებელი. მთლიანობაში რევოლუციის შემდეგ კუბამ მიიღო სრულად ახალი პიროვნება, რომელიც ცდილობდა შეექმნა სოციალისტური ქვეყანა, რომელიც მისთვის და მისი ხალხისთვის უკეთესი იქნებოდა. თუმცა ამ რეფორმების ფონზე კუბამ მსოფლიო აღიარება და დახმარება დაკარგა, რამაც საბოლოო მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოიტანა. რევოლუციის შემდეგ კუბის მდგომარეობა გაუარესდა. ამერიკამ დაუწესა ემბარგო, რომელიც დღემდე მოქმედებს და ამის გამო კუბის მოსახლეობა სიღარიბეში და სიღატაკის ხარსმიღვა იყო. რევოლუციონერთა ბედი კი განსხვავებულად წარიმართა. კამილო სიენფუგოსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. არის მოსაზრებები, რომ ეს კატასტროფა მოაწყო ფიდელ კასტრომას და იცოდა მშვენივრად ამ ყველაფრის შესახებ. ჩე გევარა მსოფლიოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რევოლუციონერი, თავის რევოლუციურ იდეალებს შეეწირა. ის ბოლივიაში მოკლეს, სადაც სურდა ახალი რევოლუციის წამოწყება და ცნობილია, რომ მის საფლავზე გზები ააშენეს შემდეგ. ფიდელ კასტროს და მისი ძმის რაულის ცხოვრება შედარებით მშვიდად განვითარდა კუბაში. ისინი შემდეგ პერიოდში მსოფლიო ტურნეებს აწყობდნენ, უფრო სწორად სოციალისტურ ქვეყნებში აწყობდნენ მოგზაურობებს, იყვნენ შუა აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, რუსეთში, სხვათა შორის ჩამოსული იყვნენ საქართველოში,
სენატში, სადაც ცნობილი ფოტო არის გადაღებული ფიდელ კასტრო ყანწითელში და ამბობს ვივა კუბას. შემდეგ პერიოდში ცივი ომის დროს აქ მოხდა კარიბის ზღვის კრიზისი, რომელიც საკმაოდ დიდი და ფართო საკითხია, ალბათ მომავალში შევეხები მასაც. ხოლო თვითონ ფიდელ კასტრო რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. კუბა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ეგზოტიკურ ქვეყანად, მაგრამ ამავდროულად ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ეკონომიკური სიღარიბეა, საიდანაც დღემდე ვერ ამოვიდა ეს ქვეყანა. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მადლობთ მოსმენისთვის. გამოიწერეთ არხი.